დამაღლების საქმე არის ყველაზე უკეთ დამახასიათებელი აი ამ რეჟიმისთვის, რომელიც რაღაც ტრადიციებზე, ქართულ ტრადიციებზე და რაღაცა სამართლიანობის აღდგენის რაღაც სიყალბით მოვიდა ამ მაშინ რა ქვია ხელისუფლებაში და დაეპატრონა ძალაუფლებას და ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანი რომელიც გაუპატიურებაშია ბავშვის ბრალდებული ის შეიძლება სასამართლო დარბაზიდან გაუშვას და სილის გაწვნისთვის ადამიანი რომელსაც კი ბატონო დაეკისრებინათ ჯარიმა ეხეხის სიხე 10 დღე 15 დღე 1 თვე ადმინისტრაციული კი ბატონო გაეკეთებინათ ეს ყოფილი მაგრამ 7 წლით ციხეში უშვებენ 4-დან 7 წლამდე ეს არის უბრალოდ ყველაზე კარგად ასახავს აი ამ რეჟიმის სახეს და მე მგონია რომ ზია მაღლობელის საქმე სხვა პოლიტპატიმრების საქმესთან ერთად, მაგრამ ეს საქმე განსაკუთრებით გამოკვეთილია, იმიტომ რომ რაღაც ქალის სილას ეხება და რაღაც სიმბოლიზმია ძალიან დიდი ამაში. მგონია რომ ამ რეჟიმს დაამთავრებს. მზიას სილა დაამთავრებს აი ამ რეჟიმს. თვითონ რეჟიმი განაპირობებს ამას. იმ ხელა მნიშვნელობა მიანიჭა მზიას სილას. აი ეს არის ზუსტად ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, რაშიც ხშირად გვადანაშაულებს ქართული ოცნება. ექსტრემიზმი არის ეგ ზუსტად, რომ ადამიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის 7 წელს უშჭიდა ამდენი ნაწამები, ამდენი შეურაცხყოფილი და ამდენი ნაცემი ადამიანი ყავს ქვეყანაში. თუ ხელისუფლების წარმომადგენლების, ანუ პოლიციის წარმომადგენლების, თუ ქუჩის შპანის მხრიდან და არავინ ამის გამო დასჭილი არ არის. არავინ ამის გამო გასამართლებული არ არის და ბუნებრივია, რომ აი ესეთი უსამართლობა ყოველთვის შობს აი ამ წინააღმდეგობას, რომელიც არ მისცემს ქართულ ხალხს იმის საშუალებას, რომ შვიდად ხელისუფლებების 7 წლით დემოკრატიულად განვითარდეს. და მე მგონია რომ ყველა შემთხვევაში ეს რეჟიმი დასრულდება, იმიტომ რომ უბრალოდ კანონზომიერი არ არის, რომ ამან შეძლოს გაგრძელება ასეთ პირობებში. საქართველოს არ არის არც ბელორუსი, არ არის ეს სისტემა ისე აწყობილი. დაიშალა საბჭოთა სისტემა თავის დროზე, არც აზერბაიჯანი არ არის, რომ ნავთობდოლარებზე იჯდეს და ასე აკავებდეს ხალხს წინააღმდეგობისგან. ამიტომ მე წარმოუდგენელი მგონია, ჩვენ ვხედავთ თან, ანუ ზიანს პატიმრობის განმავლობაში რა ემართება რეჟიმს. ხო, როგორც ყველა რეჟიმს, რომელიც ერთი პერსონის აღიარებებზეა აწყობილი. იშლება, იფშნება, საკუთარ თავს ჭამს. ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა გუშინ იმის რა ქვია, ამ კალაძის პრეზენტაციაზე, ხო, რეალურად სწრაფად ჩატარებული ღონისძიება და შევამოწმე გვერდები იმისი რა ქვია, იმედის და პოზიტივის და რაღაც 200 დეკაცი უყურებდა იმედზე. ანუ რეალურად მათი თაფარდამჭერებისთვისაც კი უკვე ფარსად არის ქცეული ეს ყველაფერი, უბრალოდ დუხილის წერტილს უნდა მივახციოთ და მე მგონია რომ დომინოს პრინციპით ჩამოიშლება ეს რეჟიმი და გათავისუფლდება მზიაც, გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და ამ ქვეყანაში დაფუძნება თავისუფალი რესპუბლიკა, სადაც ყველა იქნება თანასწორი კანონის წინაშე და გვექნება ნაფიცი მსაჯულების სასამართლო. მზიას რო ეხა ნაფიცი მსაჯულები ასამართლებდნენ 12 მოქალაქე, რომლის ჩერჩევაშიც დაცვის მხარე, მზიას დაცვის მხარე მიიღებდა მონაწილეობას. ამას ხო ვერ გაბედავდნენ. იმიტომ რომ შენ შეიძლება აკონტროლოს სისტემის მოსამართლე, მაგრამ 12 მსაჯულს, რომლის ჩერჩევაშიც დაცვის მხარეც მონაწილეობს, ვერ გააკონტროლებ. ამიტომ გჭირდება ცვლილება, რომ ყველასთვის სამართლიანი გარემო დავამყაროთ და პარტნიორებსაც მაგის მიხედვით ვარჩევთ ჩვენ ფედერალისტები, რომ ამ სამართლიანი გარემოს დამყარებაში მოგვეხმაროთ.